პირდაპირ ოთახიდან, პირდაპირ შენი სტუდიიდან გამეზაა დღეს ჩემი სტუმარი, ჩვენი მეგობარი, ნიჭიერი მხატვარი, სტრიტ არტისტი, კიდე რა გაქვს რეგალი? სიტყვებით მოთამაშე. ილუსტრატორი, სიტყვებით მოთამაშე, კაია. სიტყვებით მოთამაშე, მთავარი სიტყვებით მოთამაშე, იმიტომ რომ საიდან ფიქრობ ხოლმე ამ სიტყვების რაღაცა, მაგალითად, რეჰანი და ჩატში უნდა ნახოთ გამეზას მოწერილი. ალ უჩა, ანუ ყველა უჩა შენ გაწერილი. ალ უჩა. ხო. მოდი მაისურებით დავიწყებ თან, რადგან ახსენე. ჩვენი კოლაბი ნაწილობრივ შედგა, იმიტომ რომ ეს არის სატესტო მაისური. გამეზამ გააკეთა რამდენიმე დიზაინი და მალე იქნება რეჰანის X გამეზას მაისურები. ეს ჯერ სატესტოა. გაყიდვაში რო ჩაეშვება, შენც გამოგიგზავნი რა თქმა უნდა, ეხა არ ხარ რეჰანის მაისურით და შეგატყობინებთ აუცილებლად. ძალიან კაი ფერია, იშვიათია თან ეს ფერები რა. ხო და მოგეწონა, მე ვიწუნებ. მივაწვეთ. არა, მეგონი ძალიან კაია. შენ მაინც სხვა კრიტიკული თვალით უმზერდა. უყურებ ხო. მოდი ჩამოსხდეთ. ან თუ მინდა კოქტეილი მოგიმზადესო და ოკეი, წამოდი განახებთ ჩემ ბარს, ღირსშესანიშნავ ბარს. ძალიან კაი სტუდია გაქვს, მინდა გითხრა. შენი სული იგრძნობა ყველგან. ხო, ნელ-ნელა ვამატებთ ახლა აქ რაღაცებს და ვაწყობთ და ვაკეთილშობილებთ. რისთვის არის? რა მოხდება აქ? მარტო შენი სამუშაო სივრცეა? არა. ჩემი სამუშაო სივრცე არის საწყისი, სადაც უკვე გაერთიანდება სხვადასხვა პროცესები, ვორქშოპები, მასტერკლასები, მათ შორის სხვა ადამიანები ჩაერთვებიან ჩემს გარდა მხატვრები და რაღაცა ისეთი მხიარულ შემოქმედებითი გარემო იქნება ხოლმე. თქვენც შეგიძლიათ რაღაცები მოიფიქროთ, გავაკეთოთ ხოლმე. გავაკეთოთ. ხო, რაც მთავარია, გამეზა არის ჩვენს ეპიზოდში ხო მაგის გარეშე ადამიანების სტუმრები ვერ ხვდებიან. ჭამის მოყვარული. და მარტო ჭამის მოყვარული კი არა, რაღაც ბოლო დროს ერთმა გამომწერმა გვერდშია სასადილოების პლეილისტი და სერია გააკეთეთო. გამეზამ იცის ყველა სასადილო რაც კი რამ ქვეყანაშია. ღიპლომი რომ მაქვს იცი, ოფიციალური ღიპლომი. კი. ნინა. Please ღიპლომი მოგვეცი. ღიპლომი სტუდიაში. ღიპლომი სტუდიაში. ანუ მართლა მაქვს ეს ხინკლის დაბადების დღეზე ავიღე ღიპლომი. მეჩვენი საწესლიკეში იყო და აი ღიპლომი გამეზას. ეხლა გავაკეთებთ special cocktails. თავარი არის ეს ჭიქები, ეს ხო ძველი ღვინი კი არა და ჩაის ჭიქებია და მე მომწონს ძალიან ეს დიზაინი და ამაში მე ძალიან მიყვარს ზოგადად ფერები. ჩემ ჩაცმულობაშიც, რა ვიცი, თმის ფერს, ყველაფერს ჩანს ხოლმე და შენი შემოქმედება ჩემთან არის ძალიან ახლოს. ხო და კაია მე რას ჯობს მაგას სახატავათაც მოდით ოდეს მე არ შემდგარი ის ვარ რა ქვია არტისტი ასევე ხელოვნების აკადემია მაქვს დამთავრებული ხო და რა გინდა მე რა ხატავ გინდა სამხატო ავიხსენებ რამე ამოიღე ჩაყარე ყინულს ყველა თვითონ ყრის და ის ფიქრში ორი აუ აქვე სასადილოებზე რაღაც მინდოდა მე სანამ შენ კოქტეილს ამზადებ მიუმართავ ჩვენს გამომწერებს იმაზე ქეშალოს სასადილოზე დაგვიწერეს რომ რა არისო ესო ბუზები იყო ჩავედითო გაბრაზებულმა გამომწერმა და ის არის რა გაპრანჭულ რესტორანში რომ მიდივართ რა თქმა უნდა იქ ბუზი არ იქნება მაგრამ სასადილოში რომ მიდიხარ ესეთ ადგილას ქეშალო ეში ესეთ ეზოში გარემოში რა ჭამ უზებსაც უნდა ელოდო, ხო. ლაშა, ხო არაფერს და არა, არა. ესე ღვინის ბაზაა ჩვენი. ღვინის ბაზით. აბა. ხო. თან ჭიქა ხო გავს ღვინისას? კი. აქ კაი სიცხეა. ეს ახლა შენ მოიფიქრე? კოქტეილი? თუ სადმე გასინჯული გაქვს თუ დასერჩი? არა, გასინჯული მაქვს, მაგრამ ძალიან მომეწონა და უბრალოდ ჩვენთან საქართველოში არ არის ისა. ძალიან პოპულარული, ხო? მაგარია. ესპანური მოტივებია. აუ, ესპანეთში ვიყავი ახლა და რა კარგი ღვინო იყიდება, ჩვეულებრივი ინდუსტრიული ღვინო მარკეტში 3 ევროც. გემრიელი, აი მართლა კარგი და ჩვენთან რა ძვირია, კარგი ღვინო. გამეს, ცოტა შენი ბიოგრაფიული ამბებიც რომ მოუყვეთ. არის აქ ნიჟარა? აი აქ.
თვითონ ეს სტრიტ არტში, ჰა? აქ ვიყო. რა მომენტში სტრიტ არტი, ანუ სტრიტ არტი, იმიტომ რომ თავიდან უფრო მხატვარი ილუსტრატორი ეგ აქტუალობის მიხედვით არის რა, რაც უფრო ის გახდება ხოლმე პოპულარული, იყოს ხილად, კაი. ის ჩანს ხოლმე ალბათ თორე. მე რავი ილუსტრაციებით ჩემი სფეროა. ნუ ძირითადი ეგ არის, ხო, ილუსტრატორი. უბრალოდ კენლის მხატვრობა სამხატვრო აკადემიაშიც მაგალითად სწავლობდი და ჩემი ასე ვთქვა ძირითადი პროფესია ეგ არის. აბა? აბა? კასინჯე? წარმატებები. ყალიმუჩო დავარქვათ. ყალიმუჩო დავარქვათ. რა დავარქვათ? წყალიმუჩო. ყალიმუჩო. ქართულ ესპანურად რო ჟღერდეს. წყალიმუჩო. კაია. ძალიან კაია. ყოჩა. წამოიქიჩევიდეთ და 20 ლარი რო ღირდეს. გავაგრძო, კი? რა ვიცი, ისეთი ფასებია გენაცვალე ყველგან 20 ლარი კი უნდა ღირდეს ეს. წარმოგიდგენია ისე შენი თავი რამე სხვა სფეროში, სხვა პროფესია? სპორტში ძალიან კარგად წარმომიდგენია და კალათბურთელი ვიყავი, ხო? კალათბურთელიც ვიყავი, კი. კალათბურთელი აი მანამდე ზუსტად სანამ შევაბიჯე უკვე მაშინ უმაღლეს სასწავლებელში, ასე ვთქვათ, 16 წლამდე რა. და სპორტს რატო დაანებეთ? უფრო ხელოვნება გახდა ჩემი და მაგიტო რა. ეხლა რატომღაც მაინც ველოდი რომ ტრავმა რაღაც. ხო, არა. ანუ სძლია ხატვი. თან ის პერიოდი ხო იცი როგორი იყო, აი მაშინ რაღაცნაირი იყო რა 90-იანი წლების უბედური თუ რაღაც და ისე ადვილად არ იყო ყველაფერი, რომ ესე მიყოლოდა. დარბაზები არ იყო, ყვება არ იყო, რა ტანსაცმელი არ იყო არაფერი. ფანქარი უფრო ადვილი იყო თუ რაღაც, მაგრამ ნუ მაგიტო არა, ისედაც შინაგანად ალბათ ეგ მიდრეკილება უფრო მქონდა. რისიკა, აი როგორი პროექტების კეთება გიყვარს? სხვადასხვანაირი. მთელი მუღამი არის ეგ, რომ სხვადასხვანაირი, ანუ ერთს ხო გააკეთებ და მეორე შეიძლება იყოს რადიკალურად სხვანაირი, მასშტაბი, სტილი, სიტუაცია, ეგ არის ზუსტად ამ ყველაფერს. დამკვეთები გაწოლებენ? ის მიმები როა, ხო იცი? ცხენი როა, ნახევარი და მეორე ნახევარი მიჯღაბნილი რა. აუცილებლად. ხატვარმა რა შეიფიქრა და რა გაწოლებენ? აუცილებლად გაწვალებენ. დამკვეთი არსებობს მაგისთვის რომ გაწვალოს კი. ეგრეა, მაგრამ აი ეგეც იმასთან ერთად არის, გამოცდილებასთან ერთად თუ რაღაც კომუნიკაციასთან ერთად ცოტა უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ მე უკვე შენ შეგიძლია ნდობას იპოვებ თუ უბრალოდ მიდგომას სწავლობ გამოცდილებას? ორივეს, მაგრამ ნუ პირველ რიგში ეგ არის ნდობა რა, მაინც რომ ამდენი ხანია უკვე შენი ხელწერა თუ გაქვს სტილი გაქვს, უკვე გენდობიან ხო, ეგ არის რა, ეხლა უფრო ტიტულოვანი და გამოცდილი არტისტი როცა ყავს, არტისტს რო უკვეთავ, თითქოს იმდენ ჩარევას ვერ აკეთებ და სანამ ახალგაზრდა ხარ და არ გიცნობი ნიჩაგრები. არა, ის მაგარია, ის ხო იცი მაგარია ხოლმე, რომ აი გამეს მოდი ხა შენ როგორც გინდა ეს გადაწყვიტე, მიდი დახატე და ოკეი, ვაუ, მაგარია. დავიწყეთ და ეგრევე პირველივე ნაბიჯიდან აუ ეს მოდი ესე გავაკეთე. ეს აკეთ ჩავის. ესე და ნუ ბოლოს ეს ვაძლევ და აჰა, აბა მოდი და ახლა მე შემოხედავ და ეგ არის სულ. ლაშან და თავის გუნდმა იმ დღეს რაღაცა რეკლამა გააკეთეს, გადაიღეს და ის ჩაგვიგდო ბოლო ვერსიაო, ჯერ დამკვეთს არ უნახავს და მანამდე გაჩვენებთ, ან თვითონ რაც მოწონდა. იცოდა რომ აურევდნენ, მაგრამ არა გირიეს ხო ძალიან. კაი. დღეს აგვირჩია ამ კარგმა ადამიანმა სასადილო, რომლის შესახებაც მეც გაგონილი მქონდა და თვითონ ისე აღმოჩნდა, რომ ნამყოფი არ არის, ხო? ეგ როგორ მოგივიდა, არ ვიცი. ხო და ხო, არ ვიცი, მეც იმ ადგილზე არ მიწევს ხოლმე გავლა რა. ხო, ნახალოვკაში მივდივართ სასოსისეში, რომელიც 1964 წელს აშენდა. რამდენი წელი არსებობს და დაახლოებით 50 თუ 50-ზე მეტი წელია
ნოდარ ვარდიაშვილი თუ არ ვცდები, იქ არის, იქ მუშაობს. ერთი და იგივე ადამიანი არის რამდენი ხანი, ანუ ლეგენდარული ადგილია აბსოლუტურად. კი, იმედია დაგხვდება. სხვათა შორის იმ ქეშალოს დროს ლაშამ რო ახსენა ყვერების სასადილო, რადიო თავისუფლებას აქვს ლევან კალანდარიშვილს, ძალიან საინტერესო ფილმი სასადილოებზე და იმ ბუმულს მიუთითებ. ხო და იმ ფილმში ზუსტად ეს სასოსისეც ნახსენები აქ და არის. წავიდეთ ნელ-ნელა. რამეს ხო არ დაამატებ? რამე სათქმელი ხო არ გაქვს ჭამაზე, ხატვაზე, რა ვიცი. არ მახსენდება. საჭიროა. საჭიროა ჭამატეთ, მე დავლიე უკვე. ძალიან კაია, ხო და თან ეს პატარა ჭიქების მუღამიც არის რაღაცნაირად, რომ სუცივი და რაღაცა. მოკლედ, კაი დიზაინია, გონი. ძალიან. გამართლება ხალხო, აბა, კაი პროექტები, თუ რას ვეძახით თქვენ საქმეს. კი, აბა რა. კაი ჭამასმები და განწყობა, რაც თავარია ყველაფრის კარგი. დალაგებულ ქვეყანაში დავამატო. ჭამასმის მიმართულებით მაინც მაგ დალაგებული მე მგონი, ხო, ქვეყანა? იცი რა, თუ შევადარებთ სხვა სფეროებში რა ხდება და ზოგადად რა ხდება, მაშინ კი. ხო. ესე იგი, ახლა ოცნება 64 წელს აშენებული სასოსისე, რომელიც გადაჭედილია, ძალიან ბევრი ხალხია. ცუდია, რომ ნოდარი არ დაგვხვდა, ბატონი ნოდარი. ბატონო? მართლა, მოიცავ თქვენ ხმას ჩავეწერთ. თავეჭდილება როგორია? ვაიმე, შესანიშნავია. ძალიან კარგი სიტუაცია, გემრიელი, ყველაფერი და კარგი მომსახურეობა. თან ისტორიული, მე მგონია, რომ ესეთი ადგილი ალბათ ხო რა, უნდა ნანახი კონდეს გასული. კაია, ჩვენც პირველად ვართ და ვნახოთ. გასული. სოსის ამხელით. ამიტომ აქვე. ხელს დაიბან. და მერე. ნინო შემოგვემატა. გამიზას მეუღლე. აბა გაგვემარჯოს? უეჭველი. ესე იგი ლეგენდარული ადგილის წარსულის იბოში ვარ, ხო? ხო, თითქოს დროის გადანაცვლება მოხდა, არა? კი და თან 60-იან წლებში. ანუ ჯონ ლენონის უცხოელია ბიტლები ჩვეულებრივად. აუ რა, კაი პარალელი გავა. თან ძალიან ცოტა ისტორიული ადგილი საქართველოში შემორჩენილი. ყველაფერი დანგრეული, აღარაფერი არსებობს. გამარჯვება. მობძანთ. არა მოგა. ხო? აი, არა, თუ ეგეთი განწყობით ვარ რომ რაღაც განსაკუთრებული. აია. ხო, და ეს კატარები არ იდება, ხო, როგორ? ავიდა. როგორ ასწორებს? ასელი. მე მაგარია. ბატონი ნოდარი. მუშაობს აქ 25 წლიდან 50 წელზე მეტია, რამდენიმე წლის წინ დაგებულ ვიდეოში ამბობდა. ხო. დღეს არ დაგვხვდა, შეგულებაშია. მაგრამ რას ვიზამთ? რაღაცნაირად ისიც არის აქაურობის სიმბოლო. ხო, და კაი იქნებოდა გაგვეცნო, მაგრამ მიზეზია კიდევ ერთხელ მოსვლის. ხო? მეორეჯერ მოდი ხარ. თან ისიც კაია, ხო, საჭმელიც. აჩვენე მახულდა, როგორია? მაგარი კაცუნაა. არ ვიცი, გემრიელად იჭმევა ფაქტია აქ რა. მოხვალ კიდე. ცალსახად.
მე მინდა ერთი სია გამიკეთო, მე შენი რჩევების. ასადილოების. თან მე ეს ძველი ისინი მომწონს, მაგრამ მე უფრო აი ჩუღურეთი, სოლოლაკი, მაგ უბნებში მახსოვს რა ძველი ეგეთი. იმიტომ რომ იქ ცხოვრობდი. დაწესება ხო და მაგ მიწევდა სტუდენტობის დროსაც და მეც მოძრაობა რომ აქეთ არ მოიწევდა ხოლმე გამოსვლა და მაგიტომაც რა მეგობარი ცხოვრობდა არავინ აქეთ და მაგიტომაც თორე ვიქნებოდი ეგ არა მიზეზი და იქით ხარეს ვიცი მე გავაკეთებ სიას მოგაწვდი სადმე თუ ახლა გამყოფი მაგაც მიდი აი ამითი შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი სასადილოს ტური გამეზასთან ერთად და ნინოსთან ერთად ესე იგი სტარტერი, ძირითადი კერძი და გავსინჯეთ დესერტიც გვაქვს. სოფისი, უმაღლესი კლასის. კი, ოღონდ მართლა ისე მოგვეწონა, რომ 1 2 3 4 ეს კიდე დამატება იყო 7-8-9. ამდენი მათემატიკა მეც ვიცი, ხატრებმაც ვიცი. ჰუმანიტარებმა. კმაყოფილები ვართ. ამ ისტორიული ადგილით. სუპერ, მართლა. გემრიელადაც ჭამეთ და გემრიელადაც დავით. სეზონზე ერთხელ მოეწველი რომ უნდა მოხდი და ეგეთია, მე მგონი რომ რაღაცა ის მუხტი თუ რაღაცა ნოსტალგია. ხო. გაიგო. ეგ იყო და ეგ. ნახე, ეს დამავიწყდა. ხელსახოცი. და თან ამის მოგამი ხო იცი რა არის? რა არის? დღევანდელი ხელსახოცები მარტო გასაწმენდათაა და ამაზე შეგიძლიათ გახატო. ეგ ლეგენდარულია. ამას ხაპრის გარდა ვინ მიხვდება? ვერავინ. ხო ეგრეა. წმენს რა. წავა, ძველ დროს ესეც გაგახსენებთ. მადლობა ლაში. აი კიდე რაღაც თქმა მინდოდა. სასადილოებზე დაგვიწერა ვიღაცამ, რომ რა არისო, ყველაფერს რო აქებთ, ფულს რო გიხდიანო და არაფერსაც არ გვიხდიან. სულ 50-მდე ვიდეო გვაქვს გადაღებული და 2 ობიექტი იყო დასპონსორებული. ეგეც რაც მე და ლაშასაც ისედაც მოგწონს ეგეთი ადგილები. ხო, კიდე რა მინდოდა მეთქვა, ხო, მაისურზე დაწერეთ კომენტარები თუ მოგწონთ და თუ შეიძენდით. დანარჩენებიც რო იქნება უკვე სხვა სერიები, იმებსაც გაჩვენებთ, გავაპრეზენტირებ. ეხა დავისხამთ ავას. გამარჯობა. იყოს ესპრესო ამჯერად. სოსისის მერე. ესპრესო კაია. მოურჩით.